მეგობრებო, მოგესალმებით, როგორ ხართ? მოდით ვნახოთ საჯარო გაშლით თემა ბუმერანგი თქვენს არაკეთილის მსურველებს. სამი ვარიანტი გვექნება. საჯარო გაშლა იქნება ექსპრეს სახის, ანუ შევეცდები რომ ისეთი მოკლე ენერგოინფორმაციული მიმოხილვა გავაკეთოთ თქვენი არაკეთილის მსურველების ირგვლივ და ვნახოთ რა ბუმერანგი დაეწიათ ამჟამად თქვენს არაკეთილის მსურველებს და თუ პრაქტიკებით იმუშავეთ, რამდენად კარგად მუშაობს თქვენი პრაქტიკები მათ წინააღმდეგ. მაშინ სადამე ვარიანტი გვექნება 3. ვარიანტი პირველი ბუმერანგი თქვენს არაკეთილის მსურველებს, ვარიანტი მეორე ბუმერანგი თქვენს არაკეთილის მსურველებს და ვარიანტი 3 ბუმერანგი თქვენს არაკეთილის მსურველებს. ახლა მე მინდა რომ კარგად დააკვირდეთ სამივე ვარიანტს. კარგად შეიგრძნოთ სამივე ვარიანტი, კარგად შეიცნოთ. მე კი გამოვიყენებ უკვე თქვენთვის ნაცნობ მწვანე ავანტიური ნისობობა, მეორე გვექნება ამეთვისტოსობობა. მინდა რომ სამივე ვარიანტი კარგად ჩაეტიოს კადრში და მესამე იქნება შავი ობსიდიანისობობა. ახლა მინდა რომ დახვიჭოთ თვალები, კარგად დაინახეთ, შეიგრძენით ის კონკრეტული არაკეთილის მსურველების ირგვლივ ინფორმაცია გაინტერესებთ. მე კი შევეცდები რომ თითო არგანით ვიმსჯელო ის ბუმერანგი თუ რომელიც ესე ვთქვათ თქვენი არაკეთილის მსურველის რეალობაში დატრიალდა გარკვეული არასწორი საქციელების შედეგად. მაშინ სადამე ჩვენ ვიწყებთ. პირველი ბუმერანგი თქვენს არაკეთილის მსურველს ცხრიანების ხმლები. ბუმერანგი არის და მისი ბუმერანგი გამოიხატება იმაში, რომ ადამიანი ახლა არის შიშებში, ადამიანი ახლა არის საკმაოდ რთულ ენერგიებში, რაც უშუალოდ ნიშნავს ნევროზულობას, აპათიას, დეპრესიას. ადამიანი ვერ ხედავს ახლა ამ მომენტში გამოსავალს გარკვეული რთული სიტუაციიდან, თითქოს ყველაფერი მის რეალობაში, რაც კი ხდება მის წინააღმდეგ და მე შემიძლია ასევე გითხრათ, რომ ადამიანის რეალობაში ხო ახლა იცით როგორი ბუმერანგია, როდესაც ესე თითქოს რაღაცა ერთი პრობლემა გადაიჭრება, უცებ საიდანაც მეორე პრობლემა მოვა. თითქოს მეორე პრობლემა გადაიჭრება, უცებ საიდანაც მესამე პრობლემა მოდის, ხო? უკაცრავად ვიბრაციებისთვის ჩემთან ხომ წერილები არასდროს არ ჩერდება, იცით ეს ამბავი. ამიტომ უკაცრავად დისკომფორტისთვის და ყველაზე კიდევ მნიშვნელოვანი რაც არის ჩემო ძირფოსებო, შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის უძილო ღამეები, ღამის საათებში მოსული ძალიან ცუდი და უარყოფითი ფიქრები, რომელიც ადამიანს არ აძლევს მოსვენებას და არ აძლევს მშვიდ ძილს. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის, აქ იგრძნობა წამლები, რაღაცა წამლები წამოვიდა და ადამიანი ცხრიანების ხმლებში რის გამო არის, განსაკუთრებით რას განიცდის თქვენი არაკეთილის მსურველი ახლა ყველაზე მეტად. რაში განიცდის ბუმერანგს? ფორტუნას ბორბალი, ეს არის აბსოლუტური ბუმერანგი, როდესაც ფორტუნას ბორბალმა დაუბრუნა უკან საკუთარი ცუდი ქმედებები, უარყოფითი თქვათ სურვილები თქვენთან მიმართებაში, სხვა ადამიანებთან მიმართებაში, ბოროტება, რაც ადამიანმა ჩაიფიქრა, დისბალანსი, რაც ადამიანმა და რა არის ეს? რა დაუბრუნდა ადამიანს? სამიანების კვერთხები. მე პირდაპირ გეტყვით, რომ აქ ადამიანს გადაეკეტა ფინანსური ენერგია. აქ ადამიანს გადაეკეტა ფორტუნას ბორბალი. ხო, ანუ გადაკეტვაში რას გულისხმობს? ხო, ფორტუნას ბორბალი მას აღარ წყალობს, გზები არის ჩაკეტილი. ხვდებით ხომ? გზები არის ჩაკეტილი. გზაჯვარედის 4 გზა აქვს, ხო? 3 გზა არის თითქოს წარმატების და 1 გზა არის აბსოლუტური რეგრესის, სტრესის, ნერვიულობის, შფოთვების, აპათიების და ასე შემდეგ. ხო, ენახეთ? 3 გზა არის გადაკეტილი და უკანა გზა, ანუ მეოთხე გზა, ხო, სადაც მაგალითად მეოთხე გზას რასაც ვეძახით, ხო, გზაჯვარედის ხომ 4 გზა აქვს და ის ერთი გზა არის
ასე ვთქვათ, სტრესის, ნერვიულობის, შიშის და ყველაფერი ცუდის და უარყოფითის და სამწუხაროდ აი ეს ერთი გზა დაუტოვეს ამ გზაჯვარედინზე თქვენს არაკეთილის მსურველს, ასე რომ მეტი გზა ამ ეტაპისთვის ადამიანს არ აქვს, გარდა იმისა, რომ იწვნიოს ის გარკვეული ფინანსური ენერგიის ჩაკეტვა, ფინანსური ესე ვთქვათ, კოლაფსი, რასაც ის განიცდის და სხვათა შორის ეს ბუმერანგი შეიძლება მას დაუბრუნდა იქიდან გამომდინარე, რომ ეს ყველაფერი ეხებოდა სასიყვარულო ურთიერთობას, გულისხმობ იმას, რომ ადამიანმა შეიძლება ძალიან ცუდი საქციელები ჩაიდინა თქვენთან მიმართებაში, ან არასწორი არჩევანი გააკეთა, არასწორად მოგექცათ. ყველას არ ეხება პარტნიორული ურთიერთობების ნაწილში, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ უმეტეს თქვენგანს შეექმნა ზუსტად აი ეს პრობლემა ხვდებით, ხომ? პარტნიორულ ურთიერთობაში გაკეთებული და გადადგმული არასწორი ნაბიჯები და გაკეთებული არასწორი არჩევანი, რომელიც საბოლოო ჯამში მას უბრუნდება ახლა ძალიან აგრესიულ ენერგიებად და პირდაპირ გეტყვით, რომ ადამიანი ნამდვილად განიცდის იმას, რა მდგომარეობაშიც არის, ბუმერანგი აქ დაბრუნებულია, ადამიანი უკვე ცხრიანების ხმლებში, ადამიანი უკვე შფოთებშია, სტრესებშია და თითქოს ყველა მხრიდან მას ესე ჩხვლიტავენ ნემსებით, სადგისებით, ხაცა წვეტიანი საგნებით და ადამიანს უბრალოდ არ აქვს მოსვენება კიდევ ერთხელ გავავლებ ამ ყველაფერზე ხას ხომ ნამდვილად აი მოჩანს ძალიან ბევრი ცუდი და უარყოფითი ფიქრები და ამ ფიქრებიდან არ არის გამოსავალი. სხვა შორის არ გამოვრიცხავ, რომ ადამიანს გარდა ფინანსური ენერგიისა ჯანმრთელობის პრობლემაც შექმნოდა, გულისხმობ აქ სასიცოცხლო ენერგია ძალიან მინუსებშია წასული, ასე რომ დაგემშვიდობებით პირველი ვარიანტი ბუმერანგი არის და გადავედით მეორე ვარიანტზე. იასამნისფერი ობობა ვინც აერჩია, ოში ბუმერანგი არის თორე თქვენი არაკეთილის მსურველის მიმართ. სამიანების თასები, რა ხდება სამიანების თასები? შეგრძნება მაქვს, რომ ადამიანი აქ ერთი წუთით მინდა რომ დავაზუსტო. არის თუ არა ბუმერანგი? იცით რა არის ჩემო ძვირფასებო, როგორი რაღაც მინდა გითხრათ, ერთი წუთით დავაზუსტებ. ნახეთ, ადამიანს ახლა ვინც თქვენ აქ ჩაიფიქრეთ, ამ ეტაპისთვის მე ვერ ვიტყვი, რომ რაღაცა დიდი და განსაკუთრებული ბუმერანგი აქვს თქო, მაგრამ ადამიანი არის ფაქტიურად ყურში ჩაქჩურჩულებ და გეტყვით, გარკვეული ტყუილების, ილუზიების ქვეშ სამკუთხედი შეიძლება იყოს აქ სასიყვარულო, ხო? რომელსაც თითქოს ადამიანი რაღაცნაირად ცდილობს რომ დააბალანსოს, რაღაცნაირად უნდა რომ აჩვენოს საზოგადოებას, რომ ის არის ძალიან ბედნიერი, რომ ის არის ძალიან კარგად, ხომ, რომ ისე იგი ადამიანს აქვს აბსოლუტურად ყველაფერი იმისთვის, რომ იყოს ბედნიერი. თუმცა მე შემიძლია გითხრათ აქ, რომ აქ ადამიანმა უფრო მეტად წარსულში იწვნია თითქოს ბუმერანგი და მომავალში იწვნევს. ახლა ამ მომენტში ადამიანი შეძლებისდაგვარად ცდილობს, რომ ბალანსში მოვიდეს და შეძლებისდაგვარად ცდილობს, რომ რაღაცნაირად იმუშაოს, მოდი ასე ვთქვათ, ამ საკითხზე, ან რაღაცნაირად ცდილობს, რომ დაალაგოს ეს პრობლემა. რაც უშუალოდ აი ამ მიჯაჭვულ ურთიერთობებს ეხება, მაგრამ თასები ამოვიდა სამიანების და მე შეგრძნება მაქვს, რომ აქ ან სამკუთხედის ამბავია, ან უშუალოდ გრძნობებთან დაკავშირებით და პარტნიორულ ურთიერთობებთან დაკავშირებით რაღაცა ძალიან დიდი ტყუილია, რომელიც შესაძლებელია ადამიანმა ჯერჯერობით არ იცოდეს, ან იცის, მაგრამ ნუ ცდილობს, რომ პრობლემა უკეთესი მხრიდან დაინახოს, ხო? მე ერთ რაღაცას გეტყვით. წარსულში გაიარა ადამიანმა ბუმერანგი ნამდვილად გაიარა ბუმერანგი და ხა ცდილობს, რომ რაღაცნაირად საკუთარი თავი იპოვოს და საკუთარ თავს დაუბრუნდეს, ხო? მაგრამ მე შემიძლია გითხრათ ერთი რამ, რომ მომავალში ელოდება ადამიანს ბუმერანგი და იცით ბუმერანგი რაში მდგომარეობს, როდესაც ადამიანს
ეგონება რომ აი ახალ ეტაპზე გადავიდა, ყველაფერი კარგად არის, ყველაფერი მშვიდად არის, რომ ესე იგი მან დაალაგა ყველა ის პრობლემა, რომელიც მას ჰქონდა, ხომ? სიტყვაზე თუ დაშორდა პარტნიორს, დაამარცხა ეს მიჯაჭვულობა, თუ შეურიგდა, ფიქრობს რომ აი всё ყველაფერი კარგად არის და აღარაფერი ისეთი აღარ მოხდება. ხო, განმეორდები სასიყვარულო ურთიერთობები აქ ყველაზე მეტად უფრო გამოსჭვავის, ხო, როგორც პრობლემური სფერო, ხო, გრძნობები, ემოციები, პირადი კომფორტი, ასევე შეიძლება აღიქმეოდეს, ხო? ანუ შეგრძნება მაქვს, რომ ადამიანი თუ ეს უბრალოდ ეს კარგად ყოფნას, პირად კომფორტს, სადღაც პოპულარობას, რომ ის ესეთი პოპულარულია, რომ ის ესეთი კარგია, საზოგადოებრივი აზრი, რომ ის არის ძალიან კარგი, დადებითი ადამიანი, ხო? ნუ აი შეგრძნება მაქვს, რომ ადამიანი არის ილუზიებში, ანუ ადამიანი არის ილუზიებში, იმიტომ რომ თავად ადამიანი არის ნიღბებში, ეს ეხება პარტნიორულ ურთიერთობას თუ ეს ეხება რაღაცა პირად კომფორტს და ზუსტად ამაზე მაქვს საუბარი, რომ ადამიანმა თითქოს წარსულში განიცადა ბუმერანგი, აი შეძლების დაგვარა თითქოს ადგა ფეხზე, აი ახლა თითქოს ყველაფერი რიგზე არის, მაგრამ აი აქ მაჩვენებს, რომ სანამ ადამიანი იქნება ილუზიებში, სანამ ადამიანი იქნება არაჯანსაღად მიჯაჭვული, სანამ ადამიანი იქნება მატყუარა, სანამ ადამიანი იქნება არ იქნება გულწრფელი, იმიტომ რომ მე შეგრძნება მაქვს, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც არ არის გულწრფელი, აბსოლუტურად არავისთან ბოლომდე ხვდებით ხომ? მხოლოდ მეზე არის ადამიანი და აქ მოჩვენებს, რომ ზუსტად მაშინ, როდესაც ადამიანი ყველაზე კარგად იგრძნობს თავს და ეს მომავლის ჩათვალეთ 2-3 თვე, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, რომ როდესაც ადამიანს და თქვენს გექნებათ განწყობა და შეგრძნება, რომ ადამიანს ყველაფერი კარგად აქვს, ზუსტად მაშინ ამოტივტივდება ზედაპირზე ის მისი ყველაზე დიდი ტკივილი, დაუმუშავებელი პრობლემა, მისი ყველაზე დიდი ილუზია, მისი ყველაზე დიდი ტყუილი, რასაც ესე ცდილობს ადამიანი, მე ვერ ვიტყვი, რომ მარტო საზოგადოებას უნდა რომ დააჯეროს. მე ვხედავ, რომ ადამიანს თვითონ სჯერა თავისი ტყუილების, ზუსტად იქ მოხდება ადამიანს თვით შეფასებაში, მოდი ასე ვიტყოდი მე და რა იქნება მთავარი ბუმერანგი ადამიანის, მეორე ვარიანტი, რა იქნება მთავარი ბუმერანგი. 2-3 თვის ვადაზე რა იქნება მთავარი ბუმერანგი? აქ შეიძლება ოპერაციაც იყოს, ანუ სამედიცინო რაღაც ქალურ ამბებზე პრობლემები შეიძლება იყოს აქ. აჩვენებს, რომ ადამიანი შეიძლება აქ მაგიური პრაქტიკებით თამაშობდეს, მაგრამ ძალიან ბევრ შეცდომებს უშვებს, ამიტომ ამბობ, რომ თამაშობს და ადამიანს თითქოს ეს რაღაცა მაგიური თამაშობანი, რომელს ძალიან დიდი აქვს დარწმუნებული, რომ ყველაფერს ძალიან სწორად და ძალიან კარგად აკეთებს, მაგრამ აქ ესე არ არის. ადამიანს ექმნება ძალიან დიდი პრობლემები, ანუ სირთულეები მოდის, მიხვდით ხომ? სამწუხაროდ ის არის, რომ ადამიანი თითქოს ბოლომდე ვერ ხვდება. თუ რატომ ხდება ეს ბუმერანგი, ასე ვთქვათ, მის რეალობაში, ხომ? ნახეთ დაარტყამს თვით შეფასებაზე, როგორც ვთქვი და მთავარი ბუმერანგი ასევე იქნება, როგორც გითხარით, პრობლემები, არ განმეორდები შეიძლება იყოს ფარისებრი რეპროდუქციული ორგანოები, რაღაცა კვეთა ჩანს, სამედიცინო კვეთა. მე ვერ ვიტყვი, რომ ეს ადამიანი რაღაც ამით რაღაცა ცუდად დაამთავრებს. არა, უბრალოდ მაჩვენებს, რომ აი ადამიანი იქამდე ტრიალებს ამ ნეგატივში, სანამ ადამიანი იტრიალებს იმ ნეგატივში, სანამ ადამიანი არ გაიაზრებს იმას, რომ უნდა დაბრუნდეს წარსულში და საკუთარ პრობლემებს და საკუთარ ტყუილებს და საკუთარ ილუზიებს უნდა სხვანაირი დამუშავება. ხო, არა მიწის მიღრა, არამედ ანუ ადამიანი არის ის, ვინც არ არის რეალურად. ანუ ადამიანს უნდა რომ წარმოადგინოს საკუთარი თავი იმად, ვინც არ არის, რაც საბოლოო ჯამში უბრუნდება როგორც ჯანმრთელობის პრობლემა, უბრუნდება როგორც თვითშეფასებაზე, იმიტომ რომ ძალიან თავმოყარე და პატივმოყარე ადამიანია და უბრუნდება როგორც ოპერაცია. ოპერაცია უკვე ჩამოუთვალეს სად, როგორ და რანაირად, მაგრამ ადამიანი წარსულში ამ თავის ყველაზე მთავარ დაუმუშავებელ ასპექტს წარსულში ინახავს, ხვდებით ხო, რას გეუბნებით, ანუ არ უნდა ამ ყველაფრის დანახვა.
არ უნდა ამ ყველაფრის დანახვა, ხვდებით ხომ? ანუ არის თავად ილუზიებში, ტყუილებში იქმნის რაღაცა ტყუილ ისტორიებს, ცრუბედნიერებებს, მაგრამ საბოლოო ჯამში, როდესაც ბუმერანგი ბრუნდება და ის ფიქრობს, აი მე რთული კარმა მაქვს, აი ხა ავდგები ფეხზე და ყველაფერი კარგად იქნება, იმდენჯერ აბრუნებენ და ცხვირს აყოფინებენ თავის მოსაქმებელში, რომელიც მას წარსულში აქვს გაკეთებული, მაგრამ არ უნდა ადამიანს ამ ყველაფრის დანახვა. არ უნდა, იმიტომ რომ თავისთავად ყველაზე ჭკვიანი, გონიერი და განვითარებული გონია, ხო? და ასევე მაგიაში, სხვათა შორის, ბევრი შეცდომები აქვს დაშვებული ადამიანს. ადამიანს დაცვა არ აქვს სხვათა შორის და ადამიანი გარდა შეცდომებისა ბუმერანგი ზუსტად მაგიტომ უბრუნდება, რომ დაცვა არ აქვს. დაცვის სისტემა არ მუშაობს, ხო? იმიტომ რომ ნებისმიერმა პრაქტიკმა, ვინც იცის და ვინც მუშაობს მაგიურ პრაქტიკებთან, კარგად იცის, რომ სანამ ბუმერანგებს გააგზავნიან რაიმე ვთქვათ პრაქტიკებზე იმუშაობ, რომელიც ვთქვათ რაღაცა სხვა ადამიანის ნების დათრგუნვაზე ან ბუმერანგზე ან ნებისმიერ სხვა პრაქტიკასაც სხვა ადამიანიც მოიაზრება. აკეთებ აქ საჭიროა რომ იქ მიიფარო ცოტა იმ შიშველ ადგილებზე, სადაც ყველაზე დიდი პრობლემები გაქვს. ამ ადამიანს ყველაზე დიდი პრობლემები თვითშეფასებაზე აქვს, როგორც უკვე გითხარით. თვითშეფასებაზე აქვს, რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანი ფიქრობს, რომ ის არის განსაკუთრებული, მაგიური, ძალიან ძლიერი, ძალიან საოცარი, მაგრამ ამ დროს არის ჩვეულებრივი ქათამი, რომელიც დაკრიახობს ესე ვთქვათ, თავისნაირ ქათმებთან და უბრალოდ ყველაზე ხმამაღლა კაკანებს და ცდილობს, რომ დანარჩენ ქათმებს დაარწმუნოს, რომ ის ყველაზე განსაკუთრებულია. მაგრამ ამ დროს ადამიანები, ვინც ვუყურებთ ასეთ ადამიანებს ენერგეტიკულად და ვკითხულობთ იმას, რომ ადამიანი უბრალოდ კაკანებს. გამიგეთ ხო მესამე ვარიანტი? ეხლა ვნახოთ თქვენთან ბუმერანგის პრაქტიკა. უბრალოდ ბუმერანგი ბრუნდება არის თუ არა ორიანების და 10-იანების ხმლები უკაცრავად აქ ბუმერანგი არის და თან როგორი. აქ შემიძლია გითხრათ, რომ ადამიანმა რაღაცა სისხლი დაკარგა, არ ახდება ჭრილობა, ტრამვა შეიძლება იყოს. ასე ხება ეს 10-იანების ხმლები. აქ არის ბუმერანგი, თან უდაოდ ყველაზე ძლიერი ამ სამი ვარიანტიდან. სამართლიანობა. აქაც კარმულ ბუმერანგს ვუყურებთ, რაც ნიშნავს იმას, რომ ნამდვილად კარმულად დაუბრუნდა ადამიანს ბუმერანგი და ბუმერანგი მოიაზრებს ყველა იმ იურიდიულ საკითხებს, საბანკო აქტივობებს, ყველაფერს აბსოლუტურად, რაც იურისპრუდენციასთან და საბუთებთან და ბინარ შემიძლია ვთქვა, ასევე რაღაცა ბინა მოდის ძალიან ინტენსიურად, ხო? შეიძლება ბინა დაკარგა ადამიანმა. ესეც როგორც ერთ-ერთი ვარიანტი, მაგრამ მაჩვენებს, რომ აი აქ იურიდიულ საკითხებს შესაძლოა ეხებოდეს ეს ყველაფერი, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ის რაც ხდება მის რეალობაში, ხდება აბსოლუტურად კარმულად. აბსოლუტურად კარმულად. რაში განიცადა 10-იანების ხმლები? მესამე ვარიანტმა, აქ არის ძალიან დიდი სტრესი, აქ არის უდიდესი სტრესი. ადამიანი გაასულელეს აქ. ადამიანი აქ გაასულელეს. ყველა მხრიდან გაასულელეს ადამიანი აქ. ადამიანს უნდა და კარგი ცხოვრება, ადამიანს უნდა და ბევრი ფული, ადამიანს უნდა და ემოციური სიამოვნება და ადამიანი გაასულელეს. კი 4-იანების ხმლები, ანუ ადამიანი გააჩერეს ყველანაირად. სხვათა შორის არ გამოვრიცხავრება, აქ ვინც ჩაიფიქრეთ, თუ თქვენ გააკეთეთ ბუმერანგი, გილოცავთ ეს ბუმერანგი იდეალურად მუშაობს, თუ თქვენ არ გაგიკეთებიათ, მაშინ რაღაც შეგრძნება მაქვს, რომ ადამიანზე ან იმუშავეს მაგიურად, ან ყოველ შემთხვევაში თვითონ გააკეთა აქ რაღაც, მაგრამ მის წინააღმდეგ წავიდა, ხვდებით ხომ? ანუ ხანდახან ადამიანები, რომლებიც რაღაცას ინტერნეტიდან ამოიწერენ, გონიათ რომ სწორ პრაქტიკებს აკეთებენ, ამ დროს იცოდეთ რომ პროფესიონალური ესეთი ძლიერი რიტუალები, ენერგეტიკულად ესეთი წონადი პრაქტიკები, მით უმეტეს, როდესაც რაღაცა ბუმერანგს ან ადამიანის ენერგეტიკულ გაფუჭებას ეხება და მტრის დასჯას და ასე შემდეგ, ესე ინტერნეტში ამას ღიად არავინ არ დაგიდებთ საჯაროდ. ეს იცოდეთ ზოგადად. და ასეთი პრაქტიკები ხო, ძირითად შემთხვევაში 10-დან 10 ბრუნდება უკან. ანუ ადამიანი თვით გაფუჭებას იწყებს, ხო? ანუ თვით ბუმერანგს, აი ძალიან მარტივად რა ვთქვათ,
ერთ-ერთ პლატფორმაზე წავაწყდი ვიდეო, სადაც კონკრეტული ადამიანი ამბობდა, რომ დაწერეთ თქვენი არაკეთილის მსურველის სახელი, არ მახსოვს ეს კვერცხი იყო, თუ სურათი იყო, რა მნიშვნელობა აქვს, წაიღეთ საფლავზე, დამარხეთ და ყველაფერი კარგად იქნება, ადამიანს რაღაცა ცუდი დაემართება. ეხლა უნდა იყო ადამიანი გონება სუსტი, ჭკუა სუსტი, რომ ასეთი რაღაც გაიმეორო და მე ყოველთვის ვამბობდი, ადრე თუ ამაზე რაღაცა უფრო მეტად ხმამაღლავს საუბრობდი, უფრო მეტად ვცდილობდი, რომ ადამიანები გამეთვიცნობიერებინა, როგორც ხედავთ, ვინც მომყვებით YouTube არხზე თუ უყურებთ ჩემს გვერდს მზის ადამიანი, იქ უკვე აღარც პრაქტიკებზე აღარ ვსაუბრობ, მხოლოდ დახურული ჯგუფი მაქვს, სადაც დახურულ ჯგუფში არიან 1000-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც ნამდვილად, ესე იგი, ჯგუფი არის ძალიან დიდი ოჯახია, სადაც უკვე ნამდვილად მიიღირს, მოდი ასე ვთქვათ, ყველანაირად ენერგეტიკულად, ფსიქოლოგიურად, ფსიქოემოციონალურად, მორალურად სურვილი მაქვს იმის, რომ ადამიანებს გაუზიარო ჩემი ცოდნა, ხო? ცოდნა, რომელსაც შემიძლია ვთქვა, რომ შესაძლოა ვერსად ვერ მოისმინო და არსად არ მოისმინოთ, არა იმიტომ, რომ მე დარტანიანი ვარ და ყველა სულელი, არამედ იმიტომ, რომ უბრალოდ ეს არის ჩემი ძირითად შემთხვევაში ჩემი საავტორო პრაქტიკები, საავტორო მუშაობა და ის, რაც მე ჩემს თავზე გამივლია და არა უბრალოდ სადღაც ამომიკითხავს, ხო? ანუ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ნაწილში გულწრფელ და ნამდვილ ინფორმაციას და ეს ყველაფერი ძალიან იგრძნობა ყოველთვის. და აი აქ მეჩვენებს ესეთ რაღაცას, რომ აი ეს პრაქტიკა, რაც ვახსენე, ხო, პრაქტიკა, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში იუმორით ვამბობ ამ ყველაფერს, ირონიით, რომ თურმე სახელს რომ დააწერ, იქ შეხვალ საფლავზე, იქ ჩამარხავ და ადამიანს რაღაც ცუდი დაემართება. ნამდვილად ცუდი ვისაც დაემართება, ეს იქნება გამკეთებელი, უდაოდ. იმ ადამიანს კი არაფერი. მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, იმიტომ რომ იმუშაო ნეკროენერგიებთან და სასაფლაოს სივრცეში ამას უზარმაზარი ცოდნა სჭირდება, ამას უზარმაზარი პრაქტიკა სჭირდება და შესაბამისი ენერგოინფორმაციული პოტენციალი სჭირდება, რომ ესე იგი არ დაარღვიო ბალანსი პირველ რიგში და ბალანსის არ დარღვევას რომ თავი დავანებოთ, იცოდე სპეციფიკა თუ როგორ იმუშაო ნეკროტიკულ ენერგიებთან. განმეორდები ამას უდიდესი წლები, შრომა, პრაქტიკა და ძალიან დიდი ცოდნა სჭირდება, რაც ნამდვილად ესე საჯაროდ არავინ ამას არ გამოგიდებთ, ხომ? ჯერ ადამიანი, რომელიც ჭკუად მყოფელი მივა და კონკრეტული საფლავის ტერიტორიაზე რაღაცას ჩამარხავს, ანუ გადაწყვიტავს, რომ ვიღაცა გააფუჭოს, ხომ? და ამას გადაწყვიტა, რომ მისი ლამაზი თვალებიდან გამომდინარე, ან არ ვიცი, საიდან და რიდან გამომდინარე, უცებ გაიქცევიან ქვედა ასტრალური არსებები და უცებ დაიწყებენ ამ ადამიანის სურვილის შესრულებას, ხომ? მხოლოდ განმეორდები, ჭკუა სუსტ ადამიანს შეუძლია, რომ ამის ილუზიები შეიქმნას, ხომ? აი, რა შეგიქმნიან, რა გაგიკეთებია, ან ვინ ხარ, რომ შენი აი ეს სურვილი ვიღაცა მაასრულოს, შენი პატარა ეგო მოგფხანოს და გასიამოვნოს და ვიღაცას რაღაცა ცუდი დაუშაოს, ხო? რაზეც აუცილებლად მოგიტრიალდებიან შენ და აუცილებლად გასწავლიან ჭკუას, იმიტომ რომ ეს ჯერ პირველ რიგში ნეკრორიტუალია და ესე იგი სასაფლაოს ტერიტორია ყოველთვის დაცული არის შესაბამისი ენერგიებით, შესაბამისი ენერგოინფორმაციული სუბსტანციებით და ისეთი თქვენ გასაგებენაზე ვამბობ არსებებით, რომლებიც ნამდვილად არ გაპატიებენ აი ესეთ პრაკუნს თამაშს, სხვა რაფერი არ ქვია ამას, მათ ტერიტორიაზე, ხო? და აუცილებლად ყურს აგიწევენ, კეფაზე წამოგარტყამენ, ისე რომ შეიძლება ეს ცოტა არ მოგეჩვენოთ, ხო? ესე რომ რა თქმა უნდა, საუბარი მაქვს ისეთ ადამიანებზე, რომლებსაც უნდათ რომ თავიანთი პატარა დაზიანებული ეგო მოიფხანონ და ადამიანი გააფუჭონ, ხო? და ძალიან კარგად იციან შესაბამისმა ენერგიებმა და მათ შორის მარგინალურმა ენერგიებმა, აი ესეთ პატარა ეგოფხანია ადამიანებს, რომლებიც სასაფლაოს ტერიტორიაზე არც კი იციან ვის მიმართავენ, მაგრამ რიტუალებს აკეთებენ, საიდან და როგორ მოუდგნენ და საიდან პირდაპირ ქართულ გასაგებენაზე ვიტყვი უტირონ ყოფა. ასე რომ ჩემო ძვირფასებო, აქ გააჩნია ხარ რა სიტუაცია არის, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანს თქვენ გაუკეთეთ ბუმერანგი დაუბრუნეთ უკან მისი სიძულვილი, სიბოროტე და ასე შემდეგ. თუ სხვამ გაუკეთა, ეს ამ მომენტში არ აქვს ამას არანაირი მნიშვნელობა, ადამიანი ყველა მხრიდან სამართლიანობის ოფკი არგანი. კი. აქ ვიღაცამ ცოდნემ გააკეთა რაღაც, აქ ვიღაცამ ცოდნემ გააკეთა. მზისკარელები, ჩემი ჯგუფის წევრები, თუ მეყურებთ, აქ მცოდნემ გააკეთა ბუმერანგის პრაქტიკა, რაც დაბრუნებული არის საკმაოდ ინტენსიურად. ხმლებში არის ადამიანი, ასე რომ იკითხება
ის ვინც გააკეთა, იკითხებ რომ ან პროფესიონალმა გასწავლათ, ან პროფესიონალმა გააკეთა. აი ძალიან ინტენსიურად იკითხება ეს ენერგია. ხო, ასე რომ ნებისმიერ შემთხვევაში ბუმერანგი ადგილზეა, გილოცავთ. ჩვენ კი სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს. დიდი სიყვარული თქვენთან იყო, არის და იქნება ნინო. შეხვედრამდე.